სამნავით ხალხო კიდევ ერთხელ და მინდა გითხრათ რომ ბატონი დავით მაჭარაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროს მოვალეობის შესრულებელი და დამრწმუნეთ ძალიან ბევრი თბილისელი მოქალაქე ესე ვთქვათ უშუალო კონტაქტში არის წამლებთან პრეპარატებთან, რეცეპტებთან და აი ამ თემის გარშემო გვექნება საუბარი. მე ახლა სიმართლე გითხრათ, პედალირება არ მინდა იმისა, რომ უხარისხო წამლების შემოდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დამრწმუნეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი წამლებით მარაგდება დედაქალაქიდან მთლიანად საქართველოს, რა პრობლემებია და დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი ამ მიმართულებით ბევრ საინტერესოს გვეტყვის და მე როგორც ვიცი დავით ბატონო სექტემბრიდან რაღაც მეორე ფაზაში გადადიხართ აი ამ რეცეპტების გამოწერის იმაში მე მახსოვს დათო გვიყვებოდა ახლა მინისტრი რომ ფაზებადაა დაყოფილი და ამაზეც უკვე რაღაც დაჩა 4 დღეს სექტემბერი მოდის და იქამდე ერთი ის მინდა ინფორმაცია მე რომ გამოვაცხადე რომ ბატონი დავით მაჭარაშვილი იქნება სტუმარი მეთქი რუსთავიდან ამერიკა ბატონმა ჩვენი სეხნია დავით დევალუტაშვილმა თქვენ ამერიკა და მითხარით რომ შეეკითხეთო ფეხის პროტეზებთან დაკავშირებით ბატონ დავითი სანამ მოვიდო და მე სამინისტროში დავეკე და გავეკითხე თქვენ მითხარით მე რომ უფასოდ არ მაძლევენო დამერწმუნეთ არის ეს პროგრამაში დაბეჭდებით გეტყვით აი გეტყვით კიდევაც რა სამსახური არის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაქვთ თქვენ განაცხადი დასაწევი ერთადერთი პრობლემა რაც არის იქ რიგებია რიგში დგას ხალხი მაგრამ ნამდვილად მიიღებთ ოფიციალურად გეონებით მე ოფიციალურად პირისპირ ლაპარაკი ამ ამბავზე და მიიღებთ პროტესტს უბრალოდ რიგები არ ვიცი 5 თუ 6-იანი რიგებია მაგრამ პროტესტს მიიღებთ და თუ დეტალურად გაინტერესებთ ხელხაზე დარეკეთ 15:05-ზე და ზუსტად გეტყვიან რა დოკუმენტები გჭირდებათ რომ მიიტანოთ სამინისტროში და კარგადაა ეს სისტემა აწვებული და ვკრიბდებით ოფიციალური პასუხია ეს მათგან და მე იმისთან ადამიანებს ველაპარაკე დამერწმუნეთ სამინისტროს ძალიან კომპეტენტური ხალხია დარეკეთ გაარკვიეთ რა დოკუმენტები გჭირდებათ რიგში ჩადგებით და მიიღებთ პროტესტს ცნობისათვის რადგან თხოვეთ მე აგერ შეგისრულეთ ეს დააპირება და მიიღებთ სულ ინფორმაციას. დავით ბატონო კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და აი მოდით ეს ფარმაკო საქმიანობაზე ვისაუბროთ. თუნდაც ის სექტემბერში რა ხდება მე როგორც მე გავიგე ტენდენცია არის და პირად საუბარში თქვენ აგერ ცხრილიც მაჩვენეთ კლების ტენდენცია ნამდვილად არის ძირითადი მასა თუ არ ვსწრები 120-დან 150-მდე წამალია რომელიც მასობრივად იყიდება და დიდი მოხმარება არის და მათზე კლება არის აი რაში გამოიხატება ეს კლება რით გაუადვილებთ ავადმყოფებს და უშუალოდ მომსახურებას და აი რა პრობლემები გაქვთ ამ მიმართულებით თქვენ მოყევით დეტალურად და თუ რაიმე კითხვა დამებადა და თქვენ თუ გაქვთ შეკითხვები SMS-ი გამოგზავნეთ და მიიღეთ ამომწურავ პასუხს გისმენთ ბატონო და დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმ საკითხს, რომ ფასწარმოქმნის პრინციპი არანაირად არ არის სამინისტროს კომპეტენცია, სამინისტროს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი ჩაერიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნის. აგეწიროთ, აი ეს სამინისტროში ვიკითხე და ეს ყოფილა ჰერცეპტინი. კი ბატონო. აი ეს 60%-ის ფასდაკლებას ხომ მიაღწია სამინისტრომ. ირეგულების მხოლოდ 40%-ს ვიხდი. არა, მოდით მაგაზე ვისაუბროთ, კი ბატონო, ჰერცეპტინზე არ არის ალბათ საუბარი. ჰერცეპტინი არის სამკურნალო საშუალო. ეს არის ინტერფერონი პეგასისი. პეგასისზე გაქვთ საუბარი, ამას სახელმწიფო მიაღწია ეს დიდი მოლაპარაკებული არის კი ბატონო, რა თქმა უნდა. თუ მოინდობთ, შვეიცარიული წარმოების, ამას დაფინანსებას, რა თქმა უნდა გარკვეულწილად სახელმწიფო აკეთებს 60%-იანი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი. მოდი როდესაც ფასწარმოქმნის მეთოდიკაში საუბრობთ იმაზე, რომ ტენდენცია არის ფასების ზრდისკენ, თუნდაც ეს მაგალითი ახლა თქვენ დამოსწრებთ და თქვენ მოიყვანეთ ტენდენცია ავით. კი, არა, როდესაც საზოგადოებას საუბრობთ, თქვენზე არ მაქვს კონკრეტულად საუბარი, თუნდაც ეს მაგალითი ნათელი დადასტურება იმის, რომ ტენდენცია პირიქით ფასების კლებისკენ არის 60%-იანი ფასდაკლება და თან არამარტო პენიტენციარულ სისტემაში, არამედ სამოქალაქო სექტორში დაახლოებით რამოდენიმე 1000 პაციენტის
თქვათ უზრუნველყოფა ამ სამკურნალო საშუალებით, რომელიც შეუძლებელი იყო თქვათ რაღაც გარკვეული პერიოდის წინ, ეს უკვე იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ტენდენცია არის და სახელმწიფო ფიქრობს იმაზე, რომ არ მოხდეს ფასთან ნამატი. თუმცა მე იმას ვამბობ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის არანაირი ბელკეტი სახელმწიფოს მიერ ფასთან მოყრობის პრინციპში ჩარევისა. ეხლა თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ძალიან ბევრი ცდილობს სამოქალაქო სექტორიდან, არასამთავრობო სექტორიდან აპელირება გაწიოს მედიკამენტებზე ფასთან მოყრასთან დაკავშირებით და არ შეიძლება მედიკამენტების ფასთან მოყრაზე ვისაუბროთ, ხოლოდ ერთეულ მედიკამენტებზე რაღაც გარკვეული პროცენტით ფასნამატებზე. ამას წინათ იყო დადებული გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რომ 6-დან 8%-მდე თქვათ გამოდენიმე დასახელების მედიკამენტზე, ეგრეთ წოდებული პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები აწეული არის. შემიძლია თამამად თქვა, რომ არის რამოდენიმე ასეული მედიკამენტი, რომლის მაგალითიც აგერმიდევს, რომ ფასთა კლების ტენდენცია არის წამოსული და არის არამედ 6, 7 და 10%-იანი, არამედ 33%-დან 30%-დან 80%-მდე. კი, არის აქ უმრავლესობა არის თქვათ ძვირადღირებული მედიკამენტები 50% შეიძლება ითქვას, თქვათ იგივე ქიმიოთერაპიის პრეპარატები და ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ მხოლოდ რამოდენიმე ერთეული პირველადი მოხმარების წამალზე თქვათ რაღაც 6 და 7%-იანი ფასნამატით არ შეიძლება ზოგადად ბაზარზე ფასთან მოხმის პრინციპზე ვისაუბროთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რამდენად ხელმისაწვდომია იგივე ის ძვირადღირებული სამკურნალო საშუალებები მოსახლეობისთვის, იგივე ქიმიოთერაპიის პრეპარატები და აქედან გამომდინარე შემიძლია გაჩვენოთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა, შეიმჩნევა ფასნამატით, მაგრამ მეტწილად არის ტენდენცია კლებისკენ. გამომდინარე აქედან ზოგადი მოკლედ შეხედულება ფასწარმოქმნაზე შეგვიძლია თამამოთქვათ, რომ არის კლებისკენ. ფასწარმოქმნის პრინციპზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. გაკეთდა დღეს განცხადებები სამინისტროს მიერ, მინისტრის მიერ, რომ ფასწარმოქმნის პრინციპში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი არის ხარისხი და რაციონალური ფარმაკოთერაპია, დანიშნულება სამკურნალო საშუალებების, რაზეც მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლიპრაგმატიზაციასთან დაკავშირებით, რომ ექიმების მიერ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ინიშნება დიდი რაოდენობით სამკურნალო საშუალებები, რომლებიც პაციენტს არ ჭირდება მკურნალობის პროცესში. ეს თავისთავად ცხადია, კი, არის გარკვეული შემთხვევები, მაგრამ ეხლა ზუსტი სტატისტიკის მოყვანა მაშინ უნდა გქონდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია ამა თუ იმ პაციენტის და კონკრეტულ ფაქტებზე რომ ვისაუბროთ. თუმცა არის რომ ერთი და იგივე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნა ხდება თქვათ რამოდენიმე სავაჭრო დასახელებით. ეს რა თქმა უნდა მკურნალობის პროცესში აძვირებს სამკურნალო საშუალებებზე გაწეულ დანახარჯებს და ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება საბოლოო ჯამში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მკურნალობის პროცესში სამკურნალო საშუალებებზე გაწეული დანახარჯი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 60%, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ეს არ აღემატება 30%. ზუსტად ეს რაციონალური ფარმაკოთერაპია არის ამის შედეგი და მინდა არ მივაბა ის ფაქტიც, რომ რაციონალური ფარმაკოთერაპია იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმ საკანონმდებლო ცვლილებისა, რომელსაც როგორც ვებრძანეთ სექტემბრიდან რომელიც შედის სექტემბრიდან ძალაში ეგრეთ წოდებული რეცეპტის ინსტიტუტი, კი ბატონო. დავიწყოთ, რომ რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო რაციონალური ფარმაკოთერაპია და ეგრეთ წოდებული საერთო ნარკომანია. მინდა ხაზი გაუსვა და ნარკომანიაზე არ დამავიწყდეს. ყოველ დღე თითქმის მოდის SMS-ები, რომ რაღაცა წამლების სისხლი და დასახელება მთელი ახალგაზრდობა მაგალ ყიდულობს მასალებს. სამწუხაროა, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაგუხით მიუხედავად გაწეული საკანონმდებლო ცვლილებებისა მაინც გვაქვს, თუმცა შედეგები ძალიან დიდია. სამწუხაროდ საზოგადოება ხას უსვამს, თქვათ, იმ რეალურ ფაქტს, რომელსაც წააწყდება, მაგრამ დამდგარ შედეგებზე არავინ არ საუბრობს. ახალგაზრდა თრობისთვის ყიდულობს? თრობისთვის ყიდულობს, კი სამწუხაროდ. ყიდონა ღვინო დალიო. ამასთან მაშინ ამ კუთხით რა შედეგები გვაქვს მიღწეული და გადავიდეთ მერე სარეცეპტო რეცეპტის ინსტიტუტზე.
მოკლედ გასული წლიდან მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ეგრეთ წოდებული საფრთხო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ერთ-ერთი საკანონმდებლო ცვლილება ჩვენ გქონდა შეხვედრა თქვენს გადაცემაში და ვისაუბრეთ წლის დასაწყისში, ამის თვე იყო თუ არ ვწდები, მარტის თვეში შევიდა ცვლილება კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ისინი პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, თუმცა გარკვეული რეკლასიფიკაცია განხორციელდა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათან გათანაბრებული ნუსხიდან გადავიდა ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში. ამას შედეგად მოგვცა ის, რომ დღეს მდგომარეობით პრაქტიკულად ნულამდეა დასული კუსტარული დეზომორფინის ეგრეთ წოდებული კრაკადილის გამოყენების ფაქტები. აფთიაქებში არ გვხვდება უკანონობრუნვა კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების, ასევე ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების, რომლებიც მიტის და ჯეფის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ასე რომ ერთის მხრივ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თქვა გამოვითხოვთ სტატისტიკას, მე ვიცნობ და მივიცემ თავისუფლებას რომ გავაკეთო, მინიმუმამდეა დაყვანილი 95%-იანი კლებაა მოხმარებასთან დაკავშირებით კუსტარულად დამზადებული დეზომორფინის კრაკადილის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, შეგვიძლია ვთქვათ, მაშინ როდესაც ათობით მილიონი ტაბლეტი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი და იგივე ეფედრინის, ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები გაედინებოდა ლეგალურად შემოდინებული არალეგალურ არხებში, ეს საკითხი გადაიჭრა. შედეგი გვაქვს, ხო? ეს არის ის პირველი შედეგი, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებას მოყვა. ამის შემდეგ მოხდა იმ ნივთიერებებზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრება და რეკლასიფიკაცია, რომლებიც გარდა ამ ნივთიერებებისა გამოიყენებოდა ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. ეს არის 6 ნივთიერება, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქტის მეორე ჯგუფიდან გადატანილი იქნა პირველ ჯგუფში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა გათანაბრებული ნივთიერებების ნუსხაში. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები არის ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები. მათზე საერთაშორისო კონვენციებით, გაეროს კონვენციებით დაწესებული არის კონტროლის გარკვეული რეჟიმები. კონტროლის რეცეპტით უნდა გამოიწეროს. რეცეპტი, რა თქმა უნდა, ნარკოტიკზე არის ფორმა 1 რეცეპტი, ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე ფორმა 2 რეცეპტი. აი რაც შეეხება მეორე ჯგუფი არის ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის გამოყენებაც აკრძალული არის ექიმის დანიშნულების გარეშე, თუმცა კანონმდებლობაში ჰქონდა ესეთი გარკვეული ნონსენსური ჩანაწერი, რომ იქ დამტკიცებული იყო რეცეპტის ფორმა ნომერი 3 რეცეპტი და მისი გამოწერის წესი, თუმცა ჩანაწერი იყო, რომ ფარმაცევტს ეკრძალება უარი თქვას მედიკამენტის გაცემას და რეცეპტის აწარმოების შემთხვევაში. ერთის მხრივ იყო დამტკიცებული რეცეპტის ფორმა, მისი გამოწერის წესი და მეორეს მხრივ თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ მოხმარებას შესულიყო და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი შეეძინა რეცეპტის გარეშე. ზუსტად ამ ფორმა 3 რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვაზე გვაქვს ჩვენ ახლა საუბარი, რომელიც სექტემბრიდან ძალაში შედის და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი არ გაიცემა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე. ეხლა რა ხდებოდა, მეორე ჯგუფში იყო ბევრი ისეთი ნივთიერება, რომელიც თრობისთვის გამოიყენებოდა. პრაქტიკულად არანაირი მექანიზმი კონტროლის არ არსებობდა იმპორტიდან დაწყებული, მომხმარებლამდე გაცემული მთელი რიგი პროცედურების განმავლობაში და მათზე ეს 6 ნივთიერებაზე გამკაცრდა კონტროლი და მეორე ჯგუფიდან, ვინაიდან მეორე ჯგუფზე არ იყო არანაირი კონტროლის რეჟიმი დაწესებული, გადავიტანეთ პირველ ჯგუფში და მათზე გავრცელდა იგივე კონტროლის მექანიზმები, რაც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. ეხლა მოვთქვათ, რა შედეგი მოგვცა ამ ნივთიერებებზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მდგომარეობით ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ აი ამ 6 ნივთიერების ძირითადად უკანონო მოხმარება გვაქვს ნარკოტიკული თრობისთვის, შედეგი მაინც გვაქვს. ეს არ არის დასამშვიდებელი და რა თქმა უნდა მუშაობა მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. პირველი რა ვთავარია, ფსიქოტროპული ნივთიერებების რეჟიმი ითვალისწინებს იმპორტის დროს სანებართო მოწმობის გაცემას. მოკლედ იმპორტი ექვემდებარება სანებართო რეჟიმს. აქედან გამომდინარე 24 იანვრიდან მიმდინარე წლის საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ ეს 6 ნივთიერება
ამ 6 ნივთიერების იმპორტი დაექვემდებარა სანებართვო რეჟიმს, შესაბამისად უკვე შესაძლებელი გახდა გაკონტროლებულიყო ქვეყანაში შემოდინებული რაოდენობა. რამდენიმე სუბიექტს შემოვაგ, რამდენიმე აფეაქში იყიდება და გაგიადვილებათ კონტროლი. კი, შემცირდა იმპორტიორი კომპანიების რაოდენობა, ვინაიდან მას უნდა ქონდა შესაბამისი ნებართვა და ასევე უნდა გაცემულიყო საიმპორტო ნებართვა. მოდით ახლა რახან იმპორტზე მივედით, გავაკეთოთ, მოვიყვანოთ ის სტატისტიკური მონაცემები, რა შედეგებზეც გვაქვს საუბარი. გასულ წელს და განსაკუთრებით 2012 წელში ძალიან დიდი რაოდენობით იყო შემოდინება ამ ნივთიერებების. მილიონებზე იყო საუბარი. ერთი ნივთიერება, გავაპენტინე, დავასახელებ ამ ნივთიერებას, მაინც ცნობილი არის, არ არის მიზანშეწონილი რომ ნივთიერებების დასახელებით ვისაუბროთ. თუ კი იყო გასული წლის განმავლობაში იმპორტირებული 12 მილიონი ტაბლეტის რაოდენობით. 70%-იანი კლებით გვაქვს უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული. შესაბამისად, იმ 12 მილიონ აბზე ვთქვათ, ან იმ ზოგადად იმპორტირებულ რაოდენობაზე. არანაირი კონტროლის მექანიზმი არ ვრცელდებოდა მათ შორის აფთიაქიდან გაცემაზე. ეხლა არის ხო კონტროლი? კონტროლის რეჟიმი არის, თუმცა урეცეპტოდ გაცემის ფაქტები გვაქვს. არ გვაძლევს ეს დასამშვიდობოს, მაგრამ შედეგი გვაქვს 12 მილიონი თუ კი გაედინებოდა არალეგალურად 3 მილიონამდე თუ და ეს ერთ ნივთიერებაზე გვაქვს და ის 6 ნივთიერებაში უფრო მეტზე არის საუბარი. ეხლა მოკლედ გვაქვს იმპორტირებული უფრო ნაკლები და პლუს გვაქვს იმის ბერკეტი, რომ დავითვალოთ რეცეპტების რაოდენობა რეალურ პაციენტებზე რა რაოდენობა გაიცემა. აი ამ 6 ნივთიერებიდან 2 ნივთიერებაზე გვაქვს ისეთი შედეგები, რომ ასე თუ ისე მეტნაკლებად ყავს, მეტნაკლებად კი არა, ერთ ნივთიერებას საკმაოდ ბევრი რეალური პაციენტი ყავს. და ყავს არარეალური პაციენტი, მოდი პაციენტი დავარქვათ იმ პიროვნებებსაც, ვინც არათერაპიული მიზნით მოიხმარს ამ სამკურნალო საშუალებებს, ხო? და დანარჩენ 4-ზე იმდენად მცირე რაოდენობა გვყავს რეალური პაციენტებისა, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ 6 ნივთიერებიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დამტკიცებულა ქვეყნის შიდა კვოტები, ქვეყანაში არსებული მარაგიდან გამომდინარე 15 ივნისიდან წინასწარი შეთანხმება საიმპორტო ნებართვის მისაღებად არ გაგვიცია. მოგმართა მაძიებელმა თქვათ ფარმაცევტულმა კომპანიამ მოითხოვა ამ ნივთიერების იმპორტი, თუმცა ჩვენს მიერ ყოველთვიურად გვაწვდიან კომპანიები ინფორმაციას ნაშთად არსებული რაოდენობის შესახებ. არსებობდა ეს რაოდენობა, უკვე ვიცით რეალური პაციენტები, მიახლოებით რა თქმა უნდა, ეს არ არის ზუსტი თქვათ ციფრი, რა რაოდენობა ჭირდება რეალურ პაციენტებს, არსებული მარაგიდან გამომდინარე, არ მოვაწერეთ ხელი წინასწარ შეთანხმებას, რათა გაცემულიყო საიმპორტო ნებართვა. დავით, მოდიში რა რეკლამაზე გამეში და 2 წუთში დაგებრუნებით, აი ახლა შეკითხვა იყო, რომ რეცეპტებზე გაგვარკვიეთო და დამეწვრეთ და მეთოდურად და საინტერესოდ შედგა ეს განზრახულობა, როგორ უნდა დარეგულირდეს, ეს მართლა ნაციონალური პრობლემაა ღალატობა. 12 მილიონი ამბები წარმოიდგინეთ, ეს მასობრივად ხმარობენ ამ ცრობისათვის ამ იდიოტებს. დაგვეგოდეთ და გავაგრძელებთ ამ თემას საუბარს. რეკლამაა ჩვენს ეთერში.